მოგესალმებით ყველას, პატრიცემულო მეგობრებო, ქართველებო. დასტოინი ქართველი ვინც ახართ და ვისაც გესმით რა არის სიტყვა ქართველი ამ ცხოვრებაში. ებრაელებს დაეცნენო გასტინიცაშიო. ხო და ბევრი გამოვიდა იქ, ბევრმა რაღაცა ისეთი ნაცისტური რაღაცები ილაპარაკა, ოხ ებრაელები, ოხ ისეო, აკეთიქით და 7 საუკუნე საქართველო ინახავდა ებრაელების ერს. რომელ ებრაელებსაც საქართველოსთვის ცხოვრებაში არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ მთელი საუკუნეების მანძილზე. მე არ ვიცავ არავის, მე ვიძახი რეალურ ისტორიას, რაც არის ამ ცხოვრებაში, რაც მოყვება დღემდე. ხო და ეს პატარა ლაწირაკები და ეს ისტორია რო არის ის და ეს დაბალი დონის ხალხი გამოდის და აუ ებრაელები და აუ ესა და აუ ისა. თქვენ გაიხსენეთ, საერთოდ გაიხსენეთ, ცხოვრებაში გაიხსენეთ, რას გიშვებოდნენ ლეკები, თურქები ბავშვებს პაწებდნენ, ქალებს ვიპატიურებდნენ, არაბები მე-15, მე-16, მე-17, მე-18 საუკუნე. ის რატო დაგავიწყდათ ესე მალე? ეხლა რო ირანელები გამოდიან და ქართველ გოგოებთან დარბიან, არაბები, ეს დუბაის ხალხი, ეს ირანის ხალხი, ეს თურქები, ეს ყველაფერი და თქვენ აქ გახართ და აუ კაიაო ებრაელები რო ცემისო და რაღაცა დაემუქრენ და ვაი თქვენ უბედურ პატრონებს თქვენსას. ცოტა ისტორია წაიკითხეთ და ნაცისტები არ იყვნენ. ნაცისტები არ არის საჭირო ადამიანი ნაცისტი რო ხარ, იმიტომ რომ მაგით ვერაფერს ვერ დაიფრო ამ ცხოვრებაში ჯერ ეგეთი და მერე მეორე ცოტა ისტორიას თუ ისწავლი, შენ შეიძლება გამოხვიდე, რომ თუ ისწავლიო, თუ ტვინი გეყო მაგაზე, შენ შეიძლება გამოხვიდე და ის შენი ქართული, შენი მამა, შენი სისხლი, შენი ხორცი გაიცა და მიხვდე საერთოდ რაშია ეს საქმე, რომ ეს ინდუელები შემოგესიენ მაცხოვრებელ, აფრიკელები, ლეკები, ირანელები, თურქები იყიდეს მთელი საქართველო თურქებმა. იყიდეს მთელი საქართველო თურქებმა და არაბებმა. თბილისში რო გადიხარ და გულაო ქართული აღარ გესმის ადამიანს. წადი სოფლებში რამდენი მიწები აქვს ნაყიდენი. რამდენი ქართველი სისხლია დაღვრილი რამდენიმე საუკუნოს უკან ამ არაბების და თურქების გამო და თქვენ კიდე ალალო ხალხნო ქართველებო კიდე იმათ იცავთ ებრაელმა რა გაგიკეთათ საერთოდ რა გაგიკეთათ დღესდღეობით არის ისრაელში 500,000 ქართველი რომლებსაც დაბრუნება არ უნდა იმიტომ რომ საქართველო არის ყველაზე მაგარი ქვეყანა. ოღონდ საქართველოს мама არ აქვს. ის мама რომელიც არგება და დედას ბოდიში და ყველას და გაყრის აქედან ყველას საქართველოდან ვინც საქართველოს ემუქრება და ვისაც საქართველოს დაპყრობა უნდა. ჯერ ეგეთი დაპყრობა უნდათ მთელი ცხოვრება თურქებს, არაბებს, მუსულმანებს საერთოდ ოფში ჟამში და დღემდე უნდა დაპყრობა და დღემდე იძახიან, რომ საქართველო ჩვენიაო. ანუ ისტორიულად ვითომ ებრაელებს არ უნდათ არაფერი. ებრაელები ცუც არაფერს არ იძახიან ქართველებზე არასდროს, ებრაელები ცუც არ იძახიან დაჟე მუსულმანებზე არასდროს, სანამ თავის ოჯახს არ შეეხება. თავის ოჯახს არ შეეხება და ის დებილები რო გამოდიან და რო იძახიან რომ აუ პალესტინაო რაცოდოაო. წადი 7 ოქტომბერი დაინახე ჯერ. წაიკითხე რა მოხდა 7 ოქტომბერს 2023 წელს გახსენი YouTube გახსენი წიგნი გახსენი Telegram კანალი შეეკითხე ნორმალურ ხალხს და აი მაშინ გაიგებ საერთოდ რა მოხდა და ებრაელებმა რატო დაიცვა თავის ერი 7 ოქტომბრის მერე და რატო შევიდა გაზაში და რატო დაიწყო ეს ომი და ქართველებო ცოტა აზრზე მოდით ცოტა
ცოტა ისტორია წაიკითხეთ, მამიკოებს შეეკითხეთ, ბაბუებს შეეკითხეთ. რა ხდება ვაფშე ამ ცხოვრებაში? TikTok-ში რო გამოდიხარ და დებილობებს ლაპარაკობთ და სირობებს იძახით. ჭკუაზე მოდით, ლამაზით ყველას. და მნიშვნელობა არ აქვს, ებრაელი ხარ, ქართველი, გერმანელი თუ, ოსი თუ, რუსი თუ, არაბი, ადამიანი რო იქნები, აფრიკაშიც ადამიანი იქნები. ასე რომ ცოტა ისტორია ისწავლეთ, ლამაზი ყველას.